ხალხო ორი რაღაცა რა პირველი აი ძალიან დიდი ბოდიში აი 10,000 ბოდიში წინასწარ მაგრამ აი უბრალოდ არ შემიძლია რომ ეს რომ არ თქვა ძალიან მიჭირს ამისგან თავის შეკავება კომენტარებში რომ წერთ რომ აი ჩემ დახალ ზაღმა უკვინა ჩემს მას იმის მერე არ მოსვლია რაც ბავშვობაში ზაღმა დაუყება ეს ყველაფერი არის არ ვიცი იმ სუბუქად რო ვთქვა არის ძალიან დიდი გულობწყობა უვიცობა და ძალიან დიდი გაუაზრებლობა ერთი კონკრეტული საკითხის რომ ზაღლი არის ადამიანის მეგობარი თუ თქვენ არ იცით როგორ მოიქცეთ ზაღლთან ახლოს ეს არის აი ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ პირადად თქვენი პრობლემა მე არ ვამბობ რომ არ არსებობს აგრესიული ზაღლი ზაღლი კი არა ადამიანების არიან აგრესიულები რომელსაც საერთოდ მიზეზი არ ჭირდება მაგრამ ზაღლების 99.9% არის იმდენად მოსიყვარულე და იმდენად თბილი რომ განა ის რომ მიხვიდე და მოეფერო და აჭამო ყურადღებას თუ არ მიაქცევ საერთოდ არ მოგიყარება რაც შეეხება თუმცა იმ აგრესიული ზაღლების პრობლემის მოგვარებაც არის სრულებით შესაძლებელი, ანუ მათ ეს ჭირდება სპეციალური მოპყრობა და უნდა არსებობდეს თავშესაფარი ქვეყანაში ზაღლებისთვის და ეს ცალკე საკითხია და მე ცალკე ამაზე დიდი სამუშაო გვაქვს, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ქვეყანაში როგორ შეიძლება არ იყოს თავშესაფარი, სადაც ზაღლები იქნებიან შეფარებულები იქამდე, სანამ მათ პატრონი არ გამოუჩნდებათ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად კეთილმოწყობილი უნდა იყოს მათი პირობები, რომ მათი სიცოცხლის ბოლომდე, მათი ნორმალურ, ჰუმანურ პირობებში, ისე როგორც ადამიანებს ჩვენ შეგვქვია არის რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მათ არსებობას, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. ეს ერთი საკითხი. მეორე ზუსტად დღეს და ეხლა რომ დავიწყოთ ცალ-ცალკე ყველა ისტორიის ჩამოყოლა, არ ვიცი, შეერაზადად უნდა გადავიქცე მილიონჯერ, რომ ანუ ყველა ეს ისტორია მოვყე, მაგრამ აი ზუსტად დღეს, აი 15 წუთის წინ სახლში რომ მოვიდიოდი აღმაშენებელზე ზუსტად გამზირზე იწვა ცუგა, რომელსაც ანუ უბრალოდ იწვა და არ გადადიოდა რა თავისთვის იყო და უბრალოდ ვინერვიულე რომ ტრასასთან ახლოს რო იყო მეგონ შემეშდა რომ რაღაც მანქანას არ დაერტყან რამე მსგავსი და მე და ერთი გოგო მივედით საერთოდ არ ვიცნობდი იმ გოგოს ეგრევე მიხვდა რა ის იყო საქმე და ერთად მოვუკიდეთ აი უდიდეს სქელ ფუმფულად ზაღლს რომელსაც რა ვიცი ხა პირი რო გაიღო მართლა მე და ამ გოგოს და რომ მოინდომებინა გვიკვენდა ხო აი ეს სუქო და ფუმფულა ზაღლი ავიყვანეთ და გადმოვაჩოჩეთ აქეთ. ეტყობა როგორც აღმოჩნდა ეზარები და თავიდან შემეშდა, იმიტომ რომ იქ მე ტრავმა ხო არ აქვს განრავი, მაგრამ არა. უბრალოდ გადმოვაცუნცულეთ აქეთ ჩვეულებრივად და მე ადგა და ანუ ხო ეტყობა არ უნდა იქცეულ და ადგა და წავიდა თავისით. ანუ რეალურად უნდა იცოდეს ზაღლთან სწორი დამოკიდებულება. და ეხლა განსაკუთრებით რთული ნაწილი, ანუ რა თქმა უნდა ყველანი ვიკრიბებით და შაბათს და მანამდე ცალწრალეთის ქუჩაზე და ვისაც აქვს მისვლის შესაძლებლობა და სად როგორ უხერხდება მაქსიმალური მობილიზება საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ კიდე ერთი ძალიან მტკივნეული ნაწილი, მე მესმის რომ ეხლა მხოლოდ სწორი არ არის ადამიანებს პასუხისმგებლობა აკიდო, ხო? ეს ერთი შეხედვით თითქოს, მაგრამ რეალურად მე მინდა გთხოვოთ ყველას რომ არ გაატანოთ აი ამ პერიოდში, სანამ ყველაფერი გამჭვირვალე არ გახდება, არ გაატანოთ ზაღლები, იმიტომ რომ ზაღლს იცავს ის ადამიანი ძალიან ხშირად, რომელიც არის ძალიან გულკეთილი და აი ცოტა მეამიტობაში გადასდის ხოლმე ადამიანს ხანდახან ეს ყველაფერი და ისინი რო ატყუებენ და როგორც წესი ძალიან ხშირად როგორც აღმოჩნდა ეს ტყუილია რომ ანუ ისევ თავის ადგილზე აბრუნებენ იმიტომ რომ ძალიან ხშირად არ აბრუნებენ იქ სადაც ეს ზაღლი შეფარებული ყავდათ და უბრალოდ ამშვიდობენ რომ კი ეხლა კი ცოტა ხანში დავაბრუნებ და ასე შემდეგ არავითარ შემთხვევაში ეს ზუგები არ უნდა გავატანოთ სპეციალურ არ უნდა გავატანოთ მათ მანამ სანამ არ მოხდება აი ამ პრობლემის მთლიანად გამჭვირვალედ გადაქცევა და სანამ ყველა ცუგა რომელიც ყავთ გატაცებული არ დაუბრუნდება საკუთარ იმ ადგილს სადაც ისინი იყვნენ შეფარებულები